რეალურად რამდენად ძლიერი არის, რამდენად მაღალია მინერალების გავლენა ასტროლოგიაში. სინამდვილეში მინერალები არის დამხმარე საშუალება. ანუ მინერალები არის ყველანაირი, მოქმედებენ, ანუ ძალიან განსხვავებული სპექტრი აქვთ დაწყებული ურთიერთობის ჰარმონიზაციიდან, საკუთარ თავზე სამუშაოდ, დამთავრებული კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებით, მაგრამ ეს არის დამხმარე საშუალება, ანუ ეს შეიძლება ამის გამოყენება დამატებით სხვადასხვა მეთოდებთან ერთად. როგორც ვიღაც იძახის, რომ ქვა და ქვა რა უნდა გამიკეთოს, რეალურად მინერალებს, ყველა მინერალს აქვს თავისი მმართველი პლანეტა და ყავს თავისი მმართველი ვარსკვლავი. ანუ ვარსკვლავების იერარქიულად ყველაზე მაღალმდგომი ვარსკვლავების ენერგიის, ესე ვთქვათ, მატარებელი ჩვენს დედამიწაზე არიან ეს მინერალები. ეს მეთოდები, რომლებიც მაგალითად ნიშნიდან გამომდინარე ირჩევენ, მორიელი ვარ და მორიელის ქვას ვატარებ, კირჩხიბი ვარ და კირჩხიბის ქვას ვატარებ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ თქვენ მზე არ ყავთ სუსტი. თუ მე ვარ მორიელი და მზე მყავს სუსტი, ესეთ შემთხვევაში მე მორიელის ქვის ტარება გამაძლიერებს. გააძლიერებს ჩემს მზეს, იმიტომ რომ დამატებით მორიელის თვისებებს, ესე ვთქვათ, დამიმატებს. მაგრამ თუ მე ვარ კლასიკური ტიპის მორიელი, ანუ ტიპიური მორიელი და ძლიერია ჩემი მზე და ბევრი პლანეტა მყავს მორიელში, ამ შემთხვევაში მორიელის ქვის ტარება დამაზიანებს. იმიტომ რომ მორიელის ქვა რა არის, მარსის ქვა. პლუტონის გავლენით. შესაბამისად, როდესაც მე ისედაც მომეტებული მაქვს მარსის ელემენტი და მორიელის, ესე ვთქვათ, თვისებები, შესაბამისად, მარსის მორიელის ქვის ტარება ჩემთვის იქნება ცუდი, ეს არის გადაჭარბებული ენერგია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვირჩევთ მინერალებს, აუცილებელია მინერალები შეარჩიოს ასტროლოგმა, იმიტომ რომ შესაძლოა მაგალითად მე მყავდეს სუსტი მზე მორიელში, ვატარო მორიელის ქვა და ამ დროს ნატალურ რუკაში ჩემი მინერალის მმართველი ვარსკვლავი რუკაში, ჩემს რუკაში შეიძლება იყოს ძალიან ცუდად ასპექტირებული რომელიმე პლანეტასთან და შესაბამისად ჩემთვის მოხდეს მხოლოდ ზიანი. ამიტომაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, როდესაც მინერალს ვარჩევთ, მისი მმართველი, ესე ვთქვათ, მმართველი პლანეტები და მმართველი ვარსკვლავი რუკაში როგორ დგას. შესაბამისად, არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ზოგადად გონიათ ხოლმე და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო მინერალების შერჩევისას. თუმცა ეს ყველაფერი მაინც დამხმარე მეთოდია და ესე გლობალურად, ესე ვთქვათ, არ მუშაობს. ყველაფერს ბუნებრივს ყოველთვის სჭირდება დრო და შესაბამისად დამხმარე მეთოდებთან ერთად, როდესაც მინერალებიც მოქმედებენ, შედეგი ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ. ეს ერთგულსებ მინერალის გაკეთებით არაფერი არ გადაწყდება, ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ყველა მინერალს აქვს თავისი შენახვის წესი, მოვლის წესი და ტარების წესი, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ არის მინერალები, რომლის ტარება არ შეიძლება დიდ ხანს, რადგან აზიანებს კონკრეტულ ორგანოებს, მინერალები, რომლის ტარება ყოველდღიურად არ შეიძლება არის